26 აპრილი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღეა. წელს ეს დღე ეგრეთ წოდებული ხედვის ინოვატორებს ეძღვნებათ. საქმე-პატენტში რამდენი ღონისძიებაა დაგეგმილი, დღეს გამოვა პერიოდული გამოცემის IP საქართველოს პირველი ნომერი. ინტელექტუალური საკუთრების მხარდასაჭერი აქცია დღესვე მოეწყობა ბაზრობებზე, იქ სადაც არალიცენზირებული აუდიო-ვიდეო პროდუქცია იყიდება. აქცია საავტორო უფლებათა ასოციაციის ინიციატივით საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ჩაატარებენ. მსოფლიოში აღინიშნება ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღე. ბოლოს 3 წლის განმავლობაში საქართველოში ჩვენც აქტიურად ვერთდებით ამ დღის აღნიშვნას. წელს ეს აღინიშნება ესეთი სლოგანით ხედვის ინოვატორები. ჩვენც ამისთან გათვალისწინებით სპეციალური ბანერი დავამზადეთ, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა. სადაც შევიდნენ ის ცნობილი ქართველი მოღვაწეები, რომელთა საქმიანობაც ინოვატორული იყო. აქციაში მონაწილეობას იღებენ ცნობილი ქართველი ხელოვანები და მათი მონაწილეობით ყველა იმ ადგილას თბილისის ტერიტორიაზე, სადაც ვრცელდება დღემდე და ხდება რეალიზება არალიცენზირებული ეგრეთ წოდებული მეკობრული CD-DVD პროდუქციის, ჩვენს მიერ დარიგდება სპეციალური გამაფრთხილებელი ფლაერი, ეგრეთ წოდებული, სადაც კონკრეტულად არის მითითებული ის პასუხისმგებლობის ზომები, რაც იწვევს ასეთი ქმედების